ვულკანური კუნძულები მძვინვარე ატლანტის ოკეანეში, დაუსრულებელი უდაბნოები, რომლებიც პირდაპირ ოკეანეში ეშვება, ზურმუხტისფერი ხეობები, რომლებიც უსიცოცხლო კლდეებს შორისაა დამალული და თვალწარმტაცი სოფლები, რომელთა რეალურობაც უბრალოდ დაუჯერებელია. მრავალი წლის განმავლობაში კაბო-ვერდე გლობალური ტურისტული მარშრუტების ჭრილში რჩებოდა, მაგრამ დღეს ჩვენ აღმოვაჩენთ არქიპელაგს, რომელიც უამრავ წარმოუდგენელ ადგილს მალავს. ჩვენი მოგზაურობა კაბო-ვერდეს ყველაზე ნაკლებად ცნობილ ადგილას იწყება. რიბეირა და ტორე ღრმა, თითქმის მისტიკური ხეობა, რომელიც ციცაბო ვულკანურ კედლებს შორისაა მოქცეული. ხეობის მაღლა მზისგან დამწვარი უდაბნო მდებარეობს. ძლიერი ქარები ის მასივს ეჯახებიან და მკვრივ ნისლში ეშვებიან. ეს საკმარისია იმისთვის, რომ კანიონის ფსკერი მარადმწვანე ზონად იქცეს. ფერდობებზე, სადაც სიცოცხლის იდეაც კი გიჟურად ჟღერს, ადამიანები სახლებს აშენებენ და მოსავალიც კი მოჰყავთ. კაბო-ვერდე ლამაზ სანაპიროებზე მეტია. ეს ხელუხლებელი ბუნების ნამდვილი საოცრებაა. მწვანე საფარიდან უსასრულო ქვიშებისკენ გადავინაცვლოთ. ბიანას უდაბნო მცირე ზომისაა, მაგრამ მისი წარმოშობის ისტორია ნამდვილად შთამბეჭდავია. ეს დიუნები ოქროსფერი ქვიშისგანაა შექმნილი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საჰარის მცხუნვარე ქარებს ატლანტის ოკეანის თავზე ათასობით კილომეტრის მანძილზე გადაჰქონდათ. საბოლოოდ კი ისინი ბუავისტას კუნძულზე აღმოჩნდნენ. აერიდან ეს ადგილი ფანტასტიკურად გამოიყურება. პლანეტაზე არის სოფლები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რატომ გადაწყვიტეს პირველად აქ ადამიანებმა დასახლება. ფონტანიასი ისეთ ციცაბო ფერდობზე მდებარეობს, რომ მისი ფერადი სახლები უფრო ადგილობრივების ურყევი-რწმენით არის შენარჩუნებული, ვიდრე მყარი საძირკვლით. დიდი ხნის განმავლობაში სოფელი გარე სამყაროსთან ერთადერთი ვიწრო ბილიკით იყო დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები არსად წასულან. მათ სოფლის მეურნეობისთვის საჭირო ტერასები თავად გამოკვეთეს და შექმნეს სიცოცხლე იქ, სადაც ერთი შეხედვით ეს შეუძლებელი იყო. ფონტანიასის მაგია არა მის არქიტექტურაში, არამედ ადამიანების წარმოუდგენელ ნებისყოფაშია. ახლა კი წარმოიდგინეთ მარილიანი წყლის ტბა, რომელიც ჩამქრალი ვულკანის შიგნით მდებარეობს. პედრა-დე-ლუმე საუკუნეების განმავლობაში კაბო-ვერდეს მთავარი მარილიანი ტბა იყო. მარილი პირდაპირ კრატერის ფსკერიდან მოიპოვებოდა და შემდეგ ვულკანური ნაპრალებიდან რელსების რთული სისტემის მეშვეობით ის სანაპიროზე გადაჰქონდათ. ამ ტბაში მინერალების კონცენტრაცია იმდენად მაღალია, რომ მასში დახრჩობა ფაქტობრივად შეუძლებელია. ეს მკვდარი ზღვის ნამდვილი ანალოგია, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ის ოკეანის შუაგულში არსებული უძველესი ვულკანის შიგნით მდებარეობს. კაბო-ვერდე ყოველთვის დედამიწაზე არსებული სამოთხე არ ყოფილა. ეს არქიპელაგი ოდესღაც კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი პერიოდის ცენტრს წარმოადგენდა. სანტიაგოს კუნძულზე მდებარე ქალაქი სიდა-დე-ველა აფრიკაში პირველი მუდმივი ევროპული ავანპოსტი და ტრანსატლანტიკური მონებით ვაჭრობის მთავარი პუნქტი იყო. სან-ფილიპეს ძლევამოსილით ციხესიმაგრე კლდეზე აშენდა მას შემდეგ, რაც ქალაქი ლეგენდარული მეკობრეების, მათ შორის ფრენსის დრეიკის მიერ იქნა დარბეული. დღეს ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ამ უწყინარ ქუჩებში სეირნობისას ცხადი ხდება, რომ ეს კუნძულები საუკუნეების განმავლობაში გლობალური ისტორიული რყევების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ. ისტორიის ბნელი ადგილების შემდეგ ლანდშაფტი მკვეთრად იცვლება და ის სრულიად განსხვავებული ხდება. სანტა-მარია თეთრი ქვიშის უსასრულო მონაკვეთია, რომელიც ცისფერ ოკეანეს ესაზღვრება, თუმცა ეს ქალაქი თავდაპირველად კურორტული ზონა არ ყოფილა. ის მარილის მომპოვებელი კომპანიის გარშემო გაიზარდა. ადგილობრივი მეთევზეები, რომლებიც დღემდე ყოველ საღამოს ველნაუმის სადგომთან თავიანთი ხისნაობით თევზით დატვირთულნი მიდიან გვახსენებენ, რომ ტურისტების მოსვლამდე ეს ადგილი ადამიანების მძიმე ცხოვრების ნათელ მაგალითს წარმოადგენდა. პიკო-დუ-ფუგო ზღვის დონიდან თითქმის 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რაც მას კაბო-ვერდეს უმაღლეს წერტილად აქცევს. ეს უბრალო მთა არა, ის მიძინებული, მაგრამ შთამბეჭდავი აქტიური ვულკანია. მისი უკანასკნელი დიდი ამოფრქვევა 2014 წელს მოხდა, მაგრამ ყველაზე წარმოუდგენელი ის არის, რომ ადამიანები მის გიგანტურ კალდერაში კვლავ ცხოვრობენ. კრატერში ჩაფლულ სოფელში უნიკალური ყურძნისა და ყავის ჯიშები მოჰყავთ. ვულკანური ფერფლი ნიადაგს ნაყოფი ერსხდის. ადგილობრივი ღვინის უნიკალური არომატიკი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ამ ადამიანებისთვის ვულკანზე ცხოვრება არა მეტაფორა, არამედ მკაცრი რეალობაა. ადგილი, რომელსაც ისინი სახლს უწოდებენ, ნებისმიერ მომენტში შესაძლოა საშიშ ზონად იქცეს. პონტა-დუ-სოლი ისე გამოიყურება, თითქოს ის ამ პლანეტას არ ეკუთვნის. აქ ბრტყელმიწას ვერსად ნახავთ. აქ არსებული სახლების უკან მთები დგას, რომლებიც თითქოს დასახლებას მაღალი კედელივით იცავს. 10 წლეულების განმავლობაში ეს იზოლირებული პორტი კუნძულის დანარჩენ ნაწილთან მხოლოდ კლდოვანი ბილიკებით იყო დაკავშირებული. კაბო-ვერდეზე წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ძლიერი ქარი ქრის. პლანეტის ნებისმიერ სხვა ადგილას ასეთი განუწყვეტელი ქარი სერიოზულ პრობლემად ჩაითვლებოდა, მაგრამ ადგილობრივებმა მისი სწორად გამოყენება ისწავლეს. კაიტ-ბიჩში ამჟამად
სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ სერფინგის ზონად ითვლება. ათასობით სერფერი ოკეანის ტალღებს ფაბრო დამხვევისის სწრაფით ყოველდღიურად კვეთს. ქარი, რომელიც შეიძლება პრობლემა გამხდარიყო, სოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ადამიანების აქ ჩამოსვლის მთავარი მიზეზი გახდა. პოლის ველი კაბო-ვერდეს ძირითადი სასოფლო-სამეურნეო ცენტრია. შაქრის ლერწამი, ბანანის პალმები, ყავა და ბოსტნეული მრავალდონიან ფერდობებზე მოწესრიგებულ რიგებში იზრდება. უზარმაზარი, მწვანე ტერასები შთამბეჭდავად გამოიყურება. მთის მწვერვალებიდან მომდინარე წყალი არხების რთული სისტემის მეშვეობით ნაწილდება. ეს ტექნიკა კი თაობიდან თაობას გადაეცემა. ჰაერიდან დანახული ხეობა გიგანტურ ზურმუხტისფერ მოზაიკას გავს, რომელიც უხეში ვულკანური მასივის შიგნითაა გამოკვეთილი. სანტიაგო არქიპელაგის ყველაზე დიდი, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ყველაზე კონტრასტული კუნძულია. სულ რაღაც რამდენიმე საათში თქვენ მშრალი, მზისგან დამწვარი მთებიდან აყვავებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებამდე მისვლას შეძლებთ, მაგრამ რაც მთავარია, ეს ადგილი ქვეყნის კულტურული ცენტრია. სწორედ აქ შეძლებთ კაბო-ვერდეს შთამბეჭდავი კულტურის გაცნობას. სანტიაგო რუკაზე მხოლოდ ერთ მორიგ წერტილს არ წარმოადგენს. ეს არის ადგილი, სადაც საუკუნეების განმავლობაში განსხვავებული კულტურა ყალიბდებოდა. მონტებრიანდა ის ადგილია, რომელსაც ტურისტული მარშრუტების სიაში ვერსად ნახავთ. საუკუნეების განმავლობაში ქარისგან დაზიანებული და უძველესი ვულკანური აქტივობის შედეგად ჩამოყალიბებული მაღალმთიანი უხეში ლანდშაფტი შთამბეჭდავად გამოიყურება. აქ ტურისტების ნაკადებს ვერსად ნახავთ. აქ მხოლოდ მონუმენტური ქედები, დაკარგული ბილიკები და აბსოლუტური მარტოობის თითქმის ხელშესახები განცდა იგრძნობა. ეს ადგილი შეხსენება იმისა, როგორი იყო ეს არქიპელაგი ადამიანების გამოჩენამდე. ჩვენი მოგზაურობა მთავრდება კუნძულზე, სადაც არც ერთი ადამიანი არ ცხოვრობს. სანტა-ლუზია სრულიად დაუსახლებელია. მისი მშრალი მწვერვალები, უკაცრიელი ქვიშიანი სანაპიროები და ვულკანური ბორცვები ატლანტის ოკეანის ქარებისა და შტორმების ზემოქმედებას მუდმივად განიცდის. აქ ვერ ნახავთ გზებს, ელექტროენერგიასა და ცივილიზაციის რაიმე კვალს. ეს არის იდეალური ადგილი, რომელიც არქიპელაგის ბუნებას ნათლად გადმოგცემს. პირველი გემების გამოჩენამდე კაბო-ვერდეს კუნძულები სწორედ ასე გამოიყურებოდნენ და სანტა-ლუზია ერთადერთი ადგილია, რომელმაც ამ ხელუხლებელი სტატუსის შენარჩუნება შეძლო. კაბო-ვერდე არც ცივილიზაციის აკვანია და არც სრულიად უკაცრიელი ტერიტორია. ეს მძვინვარე ვულკანების, ნაყოფიერი ხეობების, ქარისგან შექმნილი დიუნებისა და ლამაზი სანაპირო ზოლების ერთობლიობაა. ეს ქვეყანა აერთიანებს პეიზაჟებს, რომლებიც თითქოს სხვადასხვა კონტინენტებს ეკუთვნის და ახლა, როდესაც მსოფლიო მის აღმოჩენას იწყებს, შესაძლოა ის აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული პუნქტი გახდეს. დღეისათვის კი სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, მისი დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ. რადგანაც მსოფლიოში კიდევ უამრავი შთამბეჭდავი ადგილია, რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ.